ადამიანი შენს წინაშე ახლა იტყუება. ამას შინაგანად გძნობ, მაგრამ ვერ ამტკიცებ. ნაცნობი სიტუაციაა. შემდეგი 10-დან 12 წუთი ამას სამუდამოდ შეცვლის. სამი კითხვა, რომელსაც სპეცსამსახურები ნახევარი საუკუნის განმავლობაში მალავდა. მათ შემდეგ ტყუილი ფიზიკურად შეუძლებელი გახდება. 1983 წელი. სარდაფი. გამოცდილი დაზვერვის ოფიცერი, რომელმაც 10 წელი იმუშავა დასავლეთ გერმანიაში, გადის დაგეგმილ შემოწმებას. 12 საათი დაკითხვა. საუკეთესო სპეციალისტები ვერ პოულობენ ვერცერთ შეუსაბამობას მის ლეგენდაში. ისტორია იდეალურია, დოკუმენტები უნაკლო, ყველა თარიღი ემთხვევა. და შემდეგ ოთახში შედის შეუმჩნეველი ადამიანი, სქელი სათვალეებით. მასზე ლეგენდები დადის ვიწრო წრეებში. ამბობენ, რომ შეუძლია ადამიანის სულში ჩახედვა დახუჭული თვალებითაც კი. ის ჯდება აგენტის პირისპირ, დუმს ზუსტად 1 წუთი, შემდეგ კი სვამს პირველ კითხვას, მაგრამ არა იმას, რასაც ელოდნენ. ის თხოვს აგენტს მოუყვეს გუშინდელი დღის შესახებ საპირისპირო თანმიმდევრობით, იმ მომენტიდან, როდესაც დასაძინებლად დაწვა გაღვიძებამდე. აგენტი იცინის. ბავშვური თამაში. იწყებს მოყოლას და უცებ იბნევა. დეტალებში ილევა. ის, რაც რკინაბეტონის ლეგენდად ჩანდა, ქაღალდის სახლივით იშლება. 5 წუთში დაზვერვის ოფიცერი ყველაფერს ყვება, გაინტერესებს. როგორ არის ეს შესაძლებელი? შენი ტვინი არ არის კომპიუტერი, არამედ ბიოლოგიური მანქანა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში განვითარდა ერთი მიზნით, სახელად გადარჩენა. და ამ მანქანას აქვს ხარვეზები, ბრმა ზონები და უცველობები, რომელთა დახურვა შეუძლებელია ნებისყოფით. როდესაც იხსენებ რეალურ მოვლენებს, ტვინი უბრალოდ ამოიღებს ფაილს მეხსიერებიდან. ეს არის სწრაფი, მარტივი, ავტომატური. მაგრამ როდესაც იტყუები, სრულიად განსხვავებული პროცესი ხდება. პრეფრონტალური ქერქი, ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია დაგეგმვაზე, იწყებს ახალი რეალობის აგებას. მან უნდა გაითვალისწინოს ყველა დეტალი, დააკავშიროს ისინი ლოგიკურად, შეამოწმოს წინააღმდეგობები პირდაპირი თანმიმდევრობით. ტვინი ამას უმკლავდება, მაგრამ საპირისპირო თანმიმდევრობით ეს გავს სიმღერის უკუღმა შესრულების თხოვნას. სცადე ახლავე, გაიხსენო რა გააკეთე გუშინ საღამოს. ახლა კი მოკევი ეს საპირისპირო თანმიმდევრობით. გრძნობ დაძაბულობას, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა. ახლა წარმოიდგინე, როგორია მოტყუება. ამ მეთოდს ეწოდება საპირისპირო ქრონოლოგია, მაგრამ ის მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მზად არ არის. გამოცდილმა მატყუარებმა ისწავლეს ამ ხაფანგის გვერდის ავლა. მათ ზეპირად იციან ლეგენდა ორივე მიმართულებით. ამიტომ არსებობს მეორე კითხვა და ის ბევრად უფრო საშინელია. წარმოიდგინე სიტუაცია. შენი მოზარდი შვილი ბრუნდება სახლში ღამის 3 საათზე, ამბობს, რომ მეგობართან იყო, კომპიუტერს თამაშობდნენ, დრო ვერ შეამჩნიეს. კლასიკური ტყუილი. შეგიძლია კითხო, სად იყავი, რას აკეთებდი, რომელ საათზე წახვედი მეგობართან. მაგრამ ყველა ეს კითხვა უსარგებლოა. მას აქვს მზა პასუხები. ამის ნაცვლად კითხე. უცნობი რომ გიყურებდეს მთელი საღამო, რას მეტყოდა? ნახე რა მოხდება. მოზარდის ტვინი გადადის დაცვის რეჟიმიდან ვიზუალიზაციის რეჟიმში. მან უნდა წარმოიდგინოს საკუთარი თავი გარედან, დაინახოს სურათი სხვისი თვალით. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. როდესაც ჩვენ ვიტყუებით პირველ პირში, გვაქვს ერთი ნეირონული წრე. ვაკონტროლებთ ისტორიას, ვართ ჩვენი ფილმის რეჟისორები. მაგრამ როდესაც გთხოვენ შევხედოთ საკუთარ თავს სხვისი თვალით, აქტიურდება სარკისებური ნეირონული სისტემა, იგივე რომელიც პასუხისმგებელია ემპათიაზე. და ეს ორი სისტემა ერთდროულად ვერ მუშაობს. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. როგორც შეუძლებელია ერთდროულად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. სპეცსამსახურები ამას მესამე დამკვირვებლის მეთოდს უწოდებდნენ, მაგრამ ისინი უფრო შორს წავიდნენ.
ეკითხებოდნენ, რას იფიქრებდა დედა რომ ენახე იმ მომენტში, რას იგრძნობდა მამა, როგორ გამოჩნდებოდა ეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერში. ყოველი ახალი დამკვირვებელი არის ტყუილზე თავდასხმის ახალი კუთხე და ადრე თუ გვიან დაცვა იბზარება. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ გამოცდასაც გადიან, სოციოპათები, პათოლოგიური მატყუარები. ისინი ვისი სარკისებური ნეირონებით სხვანაირად მუშაობენ. მათ შეუძლიათ საკუთარ თავს გარედან შეხედონ და განაგრძონ ტყუილი. მათთვის არსებობს მესამე კითხვა. კითხვა, რომელსაც საიდუმლო ოქმებში შეუძლებელი არჩევანის პარადოქსი ეწოდება. შეჩერდი ერთი წამით, მოусმინე საკუთარ თავს. დარწმუნებული ხარ, რომ გსურს ამის ცოდნა. იმიტომ, რომ ამ ცოდნის შემდეგ შენ ყველგან დაიწყებ ტყუილის დანახვას. ახლობლების სიტყვებში, პოლიტიკოსების დაპირებებში, საკუთარ ისტორიებში, რომლებსაც საკუთარ თავს უყვები. მაინც გინდა გაგრძელება. კარგი. მესამე კითხვა ასე ჟღერს. მითხარი იმაზე, რაც არ მომხდარა. გაუგებრად ჟღერს, თუმცა ახლავე აგიხსნი. როდესაც ადამიანი იტყუება, ის ქმნის ალტერნატიულ რეალობას. მის თავში არსებობს მოვლენების ორი ვერსია, რეალური და გამოგონილი. და ტვინი კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ ისინი ერთმანეთისგან განცალკევებით შეინახოს. მაგრამ რა მოხდება, თუ სთხოვ მას შექმნას მესამე ვერსია? მოყვეს იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ არ მომხდარა. განვიხილოთ დაკითხვის რეალური ოქმი, გასაიდუმლოებული არქივებიდან. ქალი ეჭვმიტანილია საიდუმლო დოკუმენტების გადაცემაში. ის უარყოფს. ამბობს, რომ სავარაუდო გადაცემის დღეს სახლში იყო, ავად. გამონძიებელი ეკითხება. კარგი, თქვენ სახლში იყავით. რა მოხდებოდა ავად რომ არ ყოფილიყავით? სად წახვიდოდით? რას გააკეთებდით? ქალი იწყებს ფანტაზიას. ამბობს, რომ სამსახურში წავიდოდა, მერე მაღაზიაში, მერე სახლში. ჩვეულებრივი დღე. და მაშინ გამონძიებელი სვლამს საკვანძო კითხვას. რატომ არა ცენტრალურ პარკში? იქ ხომ ასე ლამაზია შემოდგომაზე. ქალი წამის მე-100-ში იყინება, შემდეგ ძალიან სწრაფად პასუხობს. არ მიყვარს ეს პარკი. მაგრამ გვიანია. მიკროპაუზამ გასცა იგი. სწორედ ცენტრალურ პარკში მოხდა გადაცემა. მესამე არარსებული ვერსიის შექმნისას მისმა ტვინმა ავტომატურად დაიწყო რეალური მოვლენების ადგილის არიდება, რადგან ის უკვე დაკავებული იყო მის ცნობიერებაში ნამდვილი ისტორიით. ეს გავს ადამიანს სთხოვო მოიფიქროს შემთხვევითი რიცხვები, როდესაც მას თავში მნიშვნელოვანი თარიღი აქვს. ის გაუცნობიერებლად აირიდებს ამ რიცხვებს. სიცარიელე გამოგონილ ისტორიაში ზუსტად მიუთითებს სიმართლის ადგილს. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამას უწოდებენ ნეგატიური სივრცის ეფექტს. მხატვრებმა იციან, რომ საგნის დასახატად ზოგჯერ უფრო ადვილია მის გარშემო სივრცის დახატვა. ასეა სიმართლეშიც. ზოგჯერ უფრო ადვილია მისი დანახვა ტყუილის კონტურის გასწვრივ, მაგრამ აქ იწყება ყველაზე საშინელი. ეს მეთოდები მუშაობს არა მხოლოდ სხვებზე, ისინი მუშაობენ შენზეც. რამდენჯერ გითქვამ საკუთარი თავისთვის. ვერ გაონგლავდები. არ მაქვს ნიჭი. საკმარისად კარგი არ ვარ. რა მოხდება თუ ეს ტყუილია, რომელსაც იმდენ ხანს იმეორებდი, რომ ის შენ სიმართლედ იქცა? სცადე პირველი კითხვის გამოყენება საკუთარ თავზე. გაიხსენე მომენტი, როდესაც გადაწყვიტე, რომ რაღაც არ შეგიძლია. ეხლა გადაახვიე მოვლენები უკან. რა იყო ამ გადაწყვეტილების წინ? ვინმემ რამე თქვა? მოხდა წარუმატებლობა, თუ უბრალოდ შეგეშინდა ცდის? მეორე კითხვა. როგორ აღწერდა უცნობი ადამიანი შენ ცხოვრებას? არა შენ თვითონ შენივე გამართლებებითა და ახსნა განმარტებებით, არამედ გარე დამკვირვებელი. რას დაინახავდა ის? ადამიანს, რომელსაც ნამდვილად არ შეუძლია, თუ ადამიანს, რომელიც არ ცდილობს? მესამე კითხვა ყველაზე მტკივნეული. მოყევი შენი ცხოვრების ისტორია, რომელშიც მიაღწიე ყველაფერს, რაც გინდოდა. ეხლა იპოვე სიცარიელეები. ის ადგილები, რომლებსაც ავტომატურად ერიდები ფანტაზიებში.
ეს არის შენი ნამდვილი ძალის წერტილები. ის ადგილები, სადაც სიმართლე იმდენად კაშკაშაა, რომ გეშინია მას შეხედო. სპეცსამსახურებში კიდევ ერთი მეთოდი იყო. ამის შესახებ ოქმებში არ წერდნენ. მას ზეპირად გადასცემდა მენტორი სტუდენტს. უკუ რეზონანსის მეთოდი. თითოეულ ადამიანს აქვს სიმართლის საკუთარი რიტმი, სიჩქარე, რომლითაც ის ამუშავებს რეალურ მოგონებებს. გაზომე დრო კითხვასა და პასუხს შორის. როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, ჩვეულებრივ ეს არის წამნახევარი. ტყუილს ყოველთვის აქვს განსხვავებული რიტმი. ან უფრო სწრაფი, როდესაც პასუხი მომზადებულია, ან უფრო ნელი, როდესაც ის ადგილზე კონსტრუირდება. მაგრამ რა მოხდება თუ დაიწყებ კითხვების დასმას ადამიანის ბუნებრივი რიტმის საწინააღმდეგოდ, თუ არ მივცემთ მას წამნახევარს. იკითხე 1 წამის ან 2 წამის შემდეგ. დაარღვიე შინაგანი მეტრონომი. ტვინით ცდილობს მოერგოს ახალ რიტმს, მაგრამ მას არ შეუძლია ერთდროულად შეცვალოს რიტმი, ააგოს ტყუილი და გამოიყურებოდეს ბუნებრივად. რაღაც უნდა გაითიშოს და ყოველთვის ითიშება ყველაზე ენერგოინტენსიური, ტყუილი. სცადე ეს საუბარში. დააფიქსირე თანამოსაუბრის ბუნებრივი რიტმი ნეიტრალურ კითხვებზე და შემდეგ დაარღვიე იგი მნიშვნელოვან კითხვებზე. დაინახავ როგორ დუმდება ადამიანი, ან იწყებს სიმართლის თქმას. მაგრამ ფრთხილად იყავი. სპეცსამსახურების აკადემიაში იუნკერებს აფრთხილებენ. ადამიანი, რომელსაც სიმართლე წაართვეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, არასოდეს გაპატიებს, მაშინაც კი თუ ვერ გაიგებს რა მოხდა. ქვეცნობიერის დონეზე ის იგრძნობს შეჭრას, საზღვრების დარღვევას, ფსიქოლოგიურ გაუპატიურებას. მზად ხარ ასეთი შედეგებისთვის. კიდევ არის რაღაც. ის, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობ, ხირს თუ არა მოკოლა. მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვან აგენტებთან. არქივებში ის გადის კოდური სახელწოდებით სარკის ოქმი. ადამიანს თხოვენ წარმოიდგინოს, როგორ იტყუებოდა მოვლენის შესახებ, დეტალურად, დაწვრილებით. შემდეგ თხოვენ მოუყვეს, როგორ იტყოდა სიმართლეს თავის ტყუილზე. რას იგრძნობდა, ტყუილი რომ სიმართლე ყოფილიყო და სიმართლე სიცრუე. გასაოცარი რამ ხდება. ფსიქიკა შედის მდგომარეობაში, რომელსაც ფსიქოლოგები დისოციაციურ მარყურს უწოდებენ. მას არ შეუძლია ასახვების ყველა დონის ერთდროულად შენარჩუნება. ეს გავს 2 სარკეს შორის დგომას და ყველა ანარეკლის დათვლას. და ამ მომენტში ხდება გადატვირთვა. ფსიქიკა იძლევა საბაზისო ნულოვან დონეს, სუფთა დაუმახინჯებელ სიმართლეს. მაგრამ ეს მეთოდი საშიშია არა კითხვისთვის, არამედ პასუხის გამცემისთვის. ზოგიერთი ადამიანი ასეთი გამოცდილების შემდეგ ვერ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ისინი ჭეშმარიტებისა და სიცრუის დონეებს შორის არიან ჩარჩენილი და იწყებენ საკუთარ მოგონებებში ეჭვის შეტანას. ფსიქიატრიაში ამას ინდუცირებული დისოციაციური აშლილობა ეწოდება. ადამიანი კარგავს რეალური მოგონებების გამოგონილისგან გარჩევის უნარს. მისი პიროვნება იწყებს ფრაგმენტაციას. ამიტომ სარკის პროტოკოლი 90-იან წლებში აიკრძალა. ძალიან ბევრი აგენტი აღმოჩნდა ფსიქიატრიულ კლინიკებში. მაგრამ იცი რა არის ყველაზე საშინელი? ჩვენ ამ პროტოკოლს საკუთარ თავზე ყოველდღე ვიყენებთ, როდესაც თავში ვატრიალებთ. რისი თქმაც შეგვეძლო, როდესაც არ მოვიდგენთ მოვლენების ალტერნატიულ ვერსიებს, როდესაც ვფანტაზიორობთ იმაზე, როგორები შეგვეძლო უყოფილიყავით და თანდათან იშლება ზღვარი რეალურ მესა და წარმოსახვით შორის. ვიწყებთ საკუთარი ისტორიების რწმენას. ხვდებით ჩვენი ფანტაზიების პერსონაჟები. თუ გსურს შეამოწმო, რამდენად შორს წახვედი, უპასუხე მარტივ კითხვას, მაგრამ უპასუხე გულახდილად, ყოველგვარი გალამაზების გარეშე. ვინ ხარ შენ? თუ პირველი აზრი არის როლი, ნიღაბი, ფუნქცია, გილოცავ, შენ წარმატებით ატყუებს საკუთარ თავს. ნამდვილი მე ისე ღრმად არის დამალული, რომ დაგავიწყდა სადეძებო. ადამიანის ყველაზე ღრმა სიმართლე ის კი არ არის, რასაც სხვებისგან მალავს, არამედ ის, რასაც საკუთარი თავისგან მალავს. და ბოლო მეთოდი, ყველაზე ბნელი. ამის შესახებ ყოფილი თანამშრომლებიც კი არ საუბრობენ. ემოციური ჰოლოგრამის მეთოდი შემთხვევით აღმოაჩინეს. დაკითხეს ქალი 10 წლის წინანდელ მოვლენებზე. მან თქვა, რომ არაფერი ახსოვდა.
ტყუილის დეტექტორი აჩვენებდა, რომ ის სიმართლეს ამბობდა და შემდეგ ახალგაზრდა გამომძიებელმა ყველა პროტოკოლის დარღვევით ჩართო მუსიკა, იმ დროის სიმღერა. ქალი შეკრთა, თვალებზე ცრემლები მოადგა და ლაპარაკი დაიწყო. გაიხსენა ყველაფერი, უმცირეს დეტალებამდე. აღმოჩნდა, რომ მეხსიერება არ არის ბარათების ინდექსი ფაილებით. ეს არის ჰოლოგრამა. თითოეული ფრაგმენტი შეიცავს ინფორმაციას მთლიანის შესახებ. შენუგრავლოდ უნდა იპოვო განათების სწორი კუთხე. სუნამოს სუნი დაგაბრუნებს პირველი სიყვარულის მკლავებში. ნამცხვრის გემო ბებიის სამზარეულოში. მელოდია სასკოლო დისკოთეკაზე. მაგრამ ეს საპირისპირო მიმართულებითაც მუშაობს. თუ ტყუილის მომენტის ემოციურ მდგომარეობას ხელახლა შექმნი, ადამიანი ვერ შეძლებს მოტყუების შეკავებას. ძალიან ბევრი რესურსი იხარჯება ნამდვილი ემოციების ჩახშობაზე. გამომძიებლებმა შეადგინეს დაკითხულთა ემოციური რუქები. გაარგვიეს, რა მუსიკა უკრავდა მოვლენის დღეს, როგორი ამინდი იყო, რა ჭამა ადამიანმა საუზმეზე და შემდეგ ხელახლა შექმნეს ეს პირობები დაკითხვის დროს. ადამიანს ეგონა, რომ აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ საკუთარმა სხეულმა უღალატა. აჩქარებული გულის ცემა გარკვეულ მელოდიაზე, გაფართოებული გუგების სუნის დროს, ხელების მიკროკანკალი დეტალის ხსენებისას. სხეულმა ტყუილი არ იცის. მას ახსოვს სიმართლე უჯრედულ დონეზე. სურს ნახო როგორ მუშაობს. გაიხსენე შენი ყველაზე დიდი ტყუილი, ის, რასაც წლების განმავლობაში წარმატებით მალავ. გაიხსენე. ახლა კი მიაქციე ყურადღება შენს სხეულს. მხრები დაძაბული, ყბები შეკუმშული. სუნთქვა გახშირდა. სხეულმა ახლახან გაქცა. სპეცსამსახურებს აქვთ ტერმინი ტყუილის ფიზიოლოგიური ხელმოწერა. ყველას თავისი აქვს. ვიღაც მარცხნივ იყურება, ვიღაც ცხვირს ეხება, ვიღაც მიკროპაუზას აკეთებს პასუხის წინ. მაგრამ არსებობს უნივერსალური ნიშნები. როდესაც ადამიანი იტყუება, მისი სხეულით ცდილობს უფრო პატარა გახდეს. მხრები ეშვება, ნიკაპი იჭიმება, ხელები იმალება. ეს უძველესი ინსტინქტია. ცხოველი, რომელმაც რაღაც ცუდი ჩაიდინა, ცდილობს ნაკლებად შესამჩნევი გამოჩნდეს. და პირიქით, როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს რაიმე მნიშვნელოვანზე, მისი სხეული იხსნება, მხრები სწორდება, თავი მაღლა იწევს, ჟესტები უფრო ფართო ხდება. სიმართლე გვაძლიერებს, ტყუილი გვაპატარარებს. უყურე ნებისმიერი პოლიტიკოსის ჩანაწელებს, ჩართე ხმის გარეშე და ნახავ როდის ჯერა მას რასაც ამბობს და როდის კითხულობს სხვის სიტყვებს ფურცლიდან. მაგრამ დაუბრუნდეთ სამ მთავარ კითხვას. ახლა, როდესაც შენ იცი მექანიკა, მოდი შევაგროვოთ ისინი სისტემაში. პირველი კითხვა არღვევს ქრონოლოგიას, მეორე პერსპექტივა, მესამე რეალობა. ერთად ისინი ქმნიან იმას, რასაც ფსიქოლოგიაში კოგნიტური შტორმი ეწოდება. ტვინი ვერ ახერხებს თავდაცვას ერთდროულად სამ ფრონტზე. რაღაც გაარღვევს. მაგრამ არის ნიუანსი. ეს კითხვები უნდა დაისვას სწორი თანმიმდევრობით, სწორი ინტერვალებით, სწორი ინტონაციით. ძალიან სწრაფად და ადამიანი დაიხურება. ძალიან ნელა მოასწრებს თავდაცვის აგებას. ძალიან აგრესიულად და ჩაირთვება თავდაცვის რეჟიმი. ძალიან რბილად ვერ გაარღვევ ჯავშანს. ეს ხელოვნებაა. როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, უნდა იგრძნო კონკრეტული ადამიანის რიტმი, მისი სიწმინდე, მისი რეზონანსი. ერთ-ერთი გამომძიებელი პენსიაზე გასვლის შემდეგ დრიურში წერდა. 30 წლის მუშაობის განმავლობაში მე გამოვავლინე ასობით მატყუარა, მაგრამ ყველაზე მთავარი ვერ გავიგე, რატომ ამბობენ ადამიანების სიმართლეს. ბოლოს და ბოლოს ტყუილი ასე უფრო მოსახერხებელია. ინტერნეტის, სოციალური ქსელების, ფეიკების ეპოქაში, იმ სამყაროში, სადაც სიმართლის ტყუილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდა, ან პირიქით ძალიან მარტივი. მოგეცი სამი კითხვა, რომელსაც სპეცსამსახურები იყენებენ. ახლა ისინი შენია, საჩუქარი წარსულიდან მომავალში, სადაც სიმართლე ფუფუნება, ხდება ხოლო ტყუილი ვალუტა.
რომელი კითხვა იყო შენთვის ყველაზე შოკის მონგვრელი? დაწერე ქვემოთ. მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.